პედრო. ერთი ლუდი მომიტანე და. არა და არა. არა. რა იყო რა? არ მოგიტან დათო. ერთი თვეა დადიხარ, რაღაცებს უკეთა მეუნები შემანგარიშე ჩავწერე. რატო არ მოგაქვს ფული დათო, ჰა? მოიტანე ფული, მოიტანე და კი ბატონო, მიდი, ჰა? მიდი. მე მოგიტან. ეხლა ლუდი დამალევინე და მოგიტან. კარგი, მოიტან? ხო. დღეიდან ჩვენთან ბარში ღირს ერთი კათხალუდი 130 ლარი. მიდი. მიდი. მოიტანო. სად მიდი? კარგი რა დათონა. კარგი რა, გამოგივიდა რა. შენთან ვიყავი სახლში არ დამხვდი. ირაკლისთან ვიყავი, არც იქ არ იყავი. გლონტებთანაც გიკითხე, არც იქ არ ყოფილხარ. აი, მე ამდენი გივლია დაიღლებოდი, მოდი ჩამოჯექი. ოჩახ დათო ალექსიძე მე მსხვენია უკვე შენს მაგივრად. ოჩახ. აი, ამირან ცხენია პატას და პატა გადაგიხდიში. წავალ დაქტორ ნახომის აგაბდანდები. მოდი აქ. დაჯექი. აი ხლა ამიხსე. რატომ არ მაძლევ ჩემს კუთვნილ ბინის ქირას? და რატო არ იხდი ჩემ ვალს? ო. მე ხარჯება. რაში გხარჯება? არ გამაგიჟო, რაში გეხარჯება? ქირას შენ არ იხდი. საჭმელს მარიკა გაჭმევს, სასმელს პაატა გასმევს, ტანსაცმელს ირაკლის განიღებ. რაში გეხარჯება? გამაგები. აი, ხედავ თუ მე როგორ მიჭირს, ა? თქვენ რაღაც კაპიკებზე მელაპარაკებით. მე კიდე თქვენ მეგობრები მეგონით. არა, მეგობრები კი ვართ, მაგრამ რა მაგრამ? ეხლა თქვენ როგორ გონიათ, მე რა მართლა არ მაქვს იმისის რომ გადაგიხადოთ თქვენ ეს ვალი? როგორ არ მაქვს, მაგრამ ერთად არ მაქვს. შენიც ხომ მაქვს, არა ვალი. მე ვაგროვებ რა ერთად რა. თორე ეხლა მარტო შენ რო გადაგიხადო არ ეწყინება დაკვია შენ. ამირას. ხო. და ამირას რო გადავყატო შენ ხო გეწყინება პატა. მე რა ვქნა როგორ განგასხოვთ ერთმანეთისგან, ა? ვერ განგასხოვთ. ორივე ერთად მიყვარხართ. კარგი ეხლა ხო რა, ეგრეც ნუ ინერვიულებ რა. რას ქვია ნუ ინერვიულებ კაცო? რაც ქვია ნუ ინერვიულებ, დამაწყდა უკვე ეს ნერვები გამისკდება გულით ეგ იქნება. მე მართლა ნერვიულობ კაცო, გონიათ რომ არ ნერვიულობ და არ ვფიქრობ თქვენი ვალის გადახდაზე. როგორ არ ნერვიულობ? მართლა ეს პატარა ახალგაზრდა ხურჭუჭა ბიჭი ბათუმელი გასკდა ეს გულით აღარ იგიყოლებათ. ო, და იქნებით მე ესი გამოყურებულები ურჩევთ. წავედი მე და ჩემ ხეხი არ იქნება აქ მეორე. მოიცო დათო რა სიძახი აღარ მოხვალ აქ? აღარ მოვალ. სულ კარგად ბრძანდებოდი. აღარ ასოდეს, აღარ მოვალ. რა უთხარი ახლა იგეთი? მე რა ვიცი, რა უთხარი. ეწყინა. აი. ამის მე აღარ მოვალ აღარ ასოდეს. ვაიმე ყოჩახ რამინი ეს რამდენი რამე გამოუგზავნია ვაიმე ყოჩახ ვახო ეს რამდენი რამე ამოუტანია და ყოჩახ ლაშა ეს რამდენი რამე უნდა შეჭამოს გეგონა გეგონოს ეს ყველაფერი მე გამომიგზავნა რამინი იმიტომ რომ ჩემთვის მხოლოდ ნატურალური პროდუქტის მირთმევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მართალია ჩემი და რამინი ბიძიამ ყველაფერი თამარს გამოუგზავნა ჩემს ერთადერთ დას შელაშა თუ გინდა აი იმ ქათმის ჩახოხბილს გაჭმევ მარტო წვენს ხორცი მე უნდა მივირთვა ხო
კარგი ბატონო, კარგი. მაშინ თქვენ დაკალით ეს კათავი მე არ შემაწუხ. ხო და არც გვინდა ვახუნა დაკლავს. არა. მე კათავს დამარ ხელს ვერ მოვკიდებ რა. ვახო, ქათამს კი არა, ნაჯახს მოკიდებ ხელს. ხო. გამორიცხულია. ნახე როგორ დაუდგა. მოდი ირაკლი. გოგონა ხალას. ვა! კათამი ყავთ? არა ვახუა კაცო, მიესალმე ბიჭო ირაკლის. არა, კარგი კაცო. გამანებე თავი ერთი რა მაიმუნი ხარ და მასხარა ხარ ვიღაცა რა. კარგი რა იყო რა მოგივიდა ვიხურე. აი ის ხომ მეაბოლოს გავარდება იქი და მე აწყლარე. მიდი და აწყლარე, მიდი და ირაკლი რა. ხო, მოკლედ, ახლა რატო მოვედი? აბა. რატო მოვედი, გოგოებო? მარიკა აუთავებდა ბავშვების სტანსაცმელს. ხო და უთო გადაიწვა და თქვენი უნდა გამატანოთ რა. აუ! რა იყო, რა მოგივიდა, არაფერს არ დაუშავებ. როგორც იტყვიან, თვალის ჩინივით გაუფრთხილდები. კარგი ირაკლი, შენსაც არ გაუფრთხილდი და ჩემსაც გაუფრთხილდები. კარგი, რა მოგივიდა. თუ გინდა ნოტარიუსს მოვიყვან და გენერალური მინდობილობა გავაფორმოთ. რა გავაკეთო, კაცო, გავიტან და შემოვიტან, რა მოგივიდა. მოიცა ეხლავე გამოგიტან. მიდი. ირაკლი, ხო იცი ახლა უთოს უნდა 1000 ყური 1000 თვალი. კარგი, თამარჩი, ნუ გეშინია მოული, კარგად, შუა დღეს დავაძინებ, მე ეზოში გავასეირნებ. რა მოგივიდათ, რა უთოა რა. მომიტანე შენ კიდე რა. თხილად მოკიდებ, თხილად. მოიცა ესე თხილად, მოიცა. ორი, აი მე ირაკლი ხილსაც გაგატანდი, მაგრამ ხელები დაკავებული გაქვს და ხალხის დავიჭერე. არა, ორივე ხელი მოკიდებ, თხილად მოემხარ. კარგი, მაშინ მე რა იყო ხილი. ხო, არ გააფუჭო უთო. არა. ხო, ისა ორივე ხელი მოკიდებ, თხილად მოებყარით და გემუდარებით აი ესე რაღაცა. აუცილებლად. ხო, აბა შენიცი, აბა ირაკლი შენიცი. როგორც კი გახვალ დარეკე. კარგი. ისე, ჰა? გოგოებო, ჰა? ჩაი ფიქრეთ რამე რა? თქვენგან გამაქვს რაღაცა პირველად. ახლა მეორე ხელი. 41 42 43 40 რა არის ესე აი 44 უფრო კარგად ჟღერს და იმიტომ მიყვარს და გამარჯობა შეიძლება მოდი წას აი ძველი ტრენაჟორების გატანა დაიწყეს და თქვენი თანხმობაა საჭირო. რისი გატანა? ტრენაჟორების. აჰა, ესე იგი, ესეც გასატანია, მართალია, ესეც ეს ტრენაჟორია, ჰა? ხო. მე ქურთუკი დასაკიდებელი მეგონა. კარგი იყოს. ესეც ძველია, ესეც აი ეს არ გაიტანოთ. რატო ეგ არ მუშაობს და? ვიცი რომ არ მუშაობს. ვიცი. მე სხვა ჯორიც არ მუშაობ. ვიცი რომ არ მუშაობს, მაგრამ კარგად ვიმალები ხოლმე ამის უკან მივალებს. კარგი. კიდევ რამეს ხომ არ დამავალ? და თავისუფლად. მაგრამ დაიჭის მე რა. უკეთრავად. მენეჯერი თქვენ ხართ? ახლა ვარ. უმცროსი მენეჯერი ხო? გარებზე ესე ეწერა. უმცროსი ვარ, მაგრამ უმცროსობასაც ძალიან კარგად ვითავსებ. დავდათით. ზაძა მოდი ერთი წუთით. ეს იგი ყველა შეხვედრა გადადეთ დღეს. დღეს არ გვაქვს შეხვედრა. აი. ჯერ ნათქვამი არა მაქვს, უკვე შესრულებული აქვს. ესეთი კარგი ბიჭია. მეც კარგი ბიჭი ვარ. დიახ, დათო ალექსიძე. მე ფიტნეს დარბაზის პირობები მაინტერესებს. ზადა შეგიდე ხარ? ეხლა მოდი აქ. ეხლა მომისმინე. ეხლა დაიწყეთ ინვენტარიზაცია. სასწრაფოდ. და 50000 გადარიცხეთ კანადაში. კარგი. კარგი. ერთუთ. მართლა პირად გადარიცხე ხარ დამღუპ.
აბა, გისმენთ? ხომ გითხარით, დარბაზის პირობები მაინტერესებს. თქვენ დაუჯახებული ხართ? თმაგას რა მნიშვნელობა აქვს? არა, საოჯახო პაკეტი გვაქვს და ამიტომ გიქცე. არა. მაშინ შეიძლება ბარში დაგპატიჟოთ, წავიდეთ ერთად. ერთად? დიახ. რატომ? მარტოს არ გიშვებენ? აჰა, მარიკა. ოუ. მარიკა, გეყოფა რა, ძალიან ხო, ცოტა ხანი დაანებე მაგას თავი. მოდი, ნახე, ძალიან მაგარი დოკუმენტური ფილმია რა. ხო. რაზეა? ზღარბებზე. ვიცი, ნანახი მაქვს. ხო? აუ, ძალიან მაგარია, ბეგურა. ნახე, ან რა კადრებია გადაღებული, ან რა ხარისხია. ისეთი მაგარია, რომ აი უყურებ და დამბურძგლა. აი მე ირაკლი. დავიღუპეთ. რატო? მე მგონი ესეც გადაიწვა. რა გადაიწვა? აი. უთო გადაიწვა? ხო. მარიკა. არ ცხელდება. მარიკა. ჰა? მარიკა. აი მე რა. ჩალაკე ნივთები გადავდივართ. რა უნდა ვქნათ ირაკლი და გაგიჟდებიან ღონტები რომ ვეტყვით. ხო რა სამბობ ხო, სანამ ვეტყვით ხო ნორმალურები არიან. გავი აი. აჰა. ირაკლი, 10 წუთის წინ ჩავრთე და რა შეიძლება რომ მოხდარიყო? მე გეტყვი შენ. მე მგონი ეს უთო გაფუჭებული იყო და ისე მოგწეს, იცი რატომ? რომ ახალი უთო უყიდეთ. არა, ბეგურა, არა, გაფუჭებული რო ყოფილიყო ეს ღონტები თვითონ შემოიტანდნენ, უთო ხო არ გჭირდებათ გასაუბრებელი ხო არ გამერო. არა, მე რა მგონია, იცი? ეს არის გაწვრთნილი უთო. ღონტებს ყავთ გაწვრთნილი ეს ქეთევანი არის მაგაში პროფესიონალი. გაწვრთნა ეს უთო, ხო და როგორც კი ეს უთო აღმოჩნდება სხვაგან სახში მეზობლებს და ნიფუჭებს თავს. გეუნები მე შენ. რა უნდა გავაკეთოთ ახლა იცი მე და შენ? მე გეტყვი რა უნდა გავაკეთოთ. მიდი კარი ჩაკეტე. ჩაკეტე კარი დროზე ბარიკადებით მოვაწყო. ვიდრე სახში არა ვარ. ისტორია ართან ვიდრე სახში არა ვარ. ნელა. აბა, რა შვება ჩვენი უთო? უკვე საათი და 35 წუთია რაც გატანილი გაქვს. ხო, ეს დაღება კარგად იზიანდა, დაბრუნება არ უყვართ. მარიკა, აბა რა შვები, მორჩი და უთოებას? არა, ქეთევან არ მორჩი. რატომ? იმიტომ რომ არ დაუწყია. დოკუმენტურ ფილმს უყურებთ. ზღარბებზე. კარგი, არა უშავს მარიკა. აბა მიდი გიყურებ, დაუთოვე, მიდი. აქ ვარ. არა. ვერა. აი ვინმე რომ მიყურებს, ვერ ვაუთოვებ, არ გამომდის. ვაიმე, კარგი მარიკა, ჩვენ გავალთ, მაგრამ რამდენ წუთში შემოვიდეთ, რომ გავიკანოთ ჩვენი? ხვალ შემოდით. ხვალ შემოდით, ხო თუ მაინდა მაინც წუთები გინდათ, დაგითხრით ხვალამდე რამდენი წუთია და გეტყვით და იმდენ წუთში შემოდით. ხვალ. დღეს მაინც ვერ გააუთავებს, იმიტომ რომ მე ძალიან ცხელა, გამათბობელ საშუალებას ვერ ჩავთავ, ღამე აგრილდება, მე ჩავთავ და მე გააუთავ. აი, ადამიანს როგორ აფუჭებს თანამდებობა, ცხელა ბიჭს. მომისმინეთ შეიძლება, დილის 8 საათზე აქ ვარ. წამოდი და მიდი გადი. შენ გადი უფროსი ხარ. მიდი გადი. გადი. გამ. თხილად ხაბადონო, თქვენ შეიძლება. დღეს გადავრჩით, მაგრამ ხვალ რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? მარიკუნა, წავიღებ ხელოსანთან, თუ გააკეთა ხო კარგი და თუ არ გააკეთა, მე ვიყიდი ახალ უთოს, სარეცხ მანქანას, ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მაცივარს, მიკროტალღულ ღუმელს, ფარდებს, ჭურჭელს შეუტან და გაჭერდებიან. რა გავაკეთე? რა ვქნა აბა, რა აჰა, ვახო ეს ნაჯახი. და დაკალი ქათამი ვაშკაცი ბიჭი ხარ შენ. არ შემიძლია რა ლაშარა, არ შემიძლია რა. ნახე როგორი ლამაზია, როგორი საყვარელია, როგორი თვალით მიყურებს. ხო, მაგრამ დაპატიჟე სადმე. თუ ვაშკაცი ხარ, მაშინ აიღე ნაჯახი შენ. მე რა თუ უნდა დავკნა რა. შენ დაგავალეს, მე წამოყევი ისე, უბრალოდ. ლაშა. რომ მოვატყოთ გოგოები, ჰა? აბა, ვითომ გაგვიზალიანდა და გაიქცა. ისე ვახო. მარტო რო დაქტო მოტყუება არ დაგჭირდება, მართლა გაგიქცევა. მაშინ თუ ეგრეა, მართლა მოკიდე ნაჯახსელი და შენ დაგა. რა უნდა ბიჭო, რა უნდა. არ გიყურებ, არ შემიძლია. მე რატო უნდა დავკნა, რა დამიშავა ერთი ვერ გავიგე. ო, შარი გინდა მოგდოს? შეგინები ძიას? შეგინე.
შიგნ ნახე ვახო როგორ ეწყობით ერთმანეთს ვახო მეც რა ვიფიქრე მოდი ახლა წავალ ბაზარში მართლა რა ახალ დაკულქათამს ვიყიდი ხო და ეს გაუშვათ არა ლაშა რა საუნდა გაუშვათ მეწოდება გეწოდება მაშინ და დაიტოვე და გაწვრთვენი დაუძახებ ხოლმე ხარზე და გაიმას გიზავს ამოგახდება და გაიმას გიზავს რა ქვია და გასკლინდავს ო მე ჩამოხდება მე დაუძახებ კიდე და გაიმას გიზავს რა ვიცი ხო ანიცი რა ვქენ ნაცვა ხო სამსახურში წაიყვანე არა არ მომწონს ეგ შენ ქვის სარაჩერებ სამსახურში და ქათამს გააჩერებ ეგეც ეგ არის ლაშა ბაზრის იდეა მომეწონა ბაზრის იდეა მომეწონა ვიყიდოთ ქათამი დაკურთხი ხო ეს უკან ავიყვანოთ სახში სახში ხო რა მეწოდება დასაკლავად რა ვქნა მე კიდე სახში ასაყვანად მეწოდება თამარს რო უნდა უყუროს არ მინდა გითხარი არ მინდა ეს იუმორი გითხარი ერთხელ ორჯერ 1000-ჯერ თუ არ გინდა ეს ხუმრობები მაშინ მოიფიქრე რა ვქნათ რა მოფიქრება მაგას უნდა რა მოფიქრება მაგას უნდა თუ ვერ გადავწყვიტეთ სად წავიყვანოთ ვთხოვოთ ვინმეს და დაგვიკლავს კაი ვის უნდა თხოვო რომ დაგიკლავს ვის არ ვიცი რა ვიცი ახლა მაგალითად რა მათეს არ დაკლავს მათე გაალოთებს და ერთად უნდა იბანცალონ ეზოშია ნო მაგას ჯობია ისევ ეს რა ქვია ბაზრის და ჩანაცვლების თემას მივაწვეთ რა კარგი ხო კარგი ქათამი როიცოდე რა გემრიელ ჩახოხბილს აკეთებს ქეთევანი შენ თვითონ ჩაერტყავდი ნაჯახს აი რა ისე ვახო აი როგორ მართლა რა უცნაური როგორ უნდა წარმოიდგინო ახლა ეს ჩახოხბილი აბა ნახე რა აი როგორ უნდა ახლა აიღო ესე ბარკალი გადმოიღო ხო გადმოიღო აი წვენი გემრიელად მე რო და ეს ბარკა მომეცი რა არის რა გჭირს ირაკლი გაიღიმე გახალისდი ცოტა მიდი ხო რა იყო რა მოგივიდა აი როგორ გავხალისდე ღლომტებისგან გამოვიტანე უთო მერე სულ 10 წუთით მიდოდა ის უთო ბავშვების დასაცმელი მარიკას უნდა დაევთოვებინა და გადაიწვა მაინდა-მაინც ჩემს სახლში ის უთო ეხლა ჩამომახჭობენ და გადამასახლებენ ან ჯერ გადამასახლებენ და მერე ჩამომახჭობენ ვერ გადაურჩები მოკლედ მე მაგათ რა ოი ხო რა ისე შენებურად რატო არ მითხარი ოი ჰა ეთქვე ახლა ბაიცი ხმას უფრთხილდები გაიგე დღეს შეიძლება სიმღერა მომიწიოს და ხმას უფრთხილდები მაინც რა სიმღერა სოფლიო ტურნეს იწყებ არა რა სოფლიო ტურნეს კი არა რა ხდება გითხრა ჩემი და ჩამოვიდა ესპანეთიდან რა ხო და მაქს ვიკრიბებით სუფრას ვაკეთებ გაიგე და ვიცი ხა დაიწყმენ პაატა ვიმღერე პაატა ბრავო პაატა ბის პაატა დაიწყმენ პაატა ვიმღერე ბრავო ბის და კარგია იმღერე მე რა გინდა იმღერე გილოცავ კარგია იმღერე და ჩამოვიდა კარკასიაზე ხარ იმღერე გილოცავ ხო წარმოიდგინე დათო არ გინახავს დღეს არა დათო აქ აღარ შემოვა არასდროს თვითონ თქვა ასე რატო ვითომ მოდი ჩამოვიდე მოდი ვალი აქ ჩემი და არ უნდა მოწემა ვალი აი შეთუცა შეუკეთე ირაკლი რა მაინტერესებს იცი დათო შენ ხო თქვი აქ აღარ მოვალო არასდროს აღარ მოვალო ჰა მერე რა შეიცვალო ვითომ ეხლაო ჰა რა შეიცვალა რომ მობზანდი რა შეიცვალა და გეტყვი ხა თუ მათგანები გეტყვი რა შეიცვალა რა შეიცვალა და შევედი გვერდით ბარში შეზღვერძელოა და იქ აღმოჩნდა რომ უფრო მეტი ვალი მაქვს და ისე ვაგდავ დათო არ ცხენია კაცო ჰა არ ცხენია დაფიქრდი ხოლმე ზოგჯერ ამ შენ საქციელზე იფიქრე რა ირაკლი ხა მე რა ფერზე ვეღარ ვფიქრო მხოლოდ მას აბა მას რა მოხდა ტარიელ ჰა რა და ერთი გოგო გავიცანი მოგეწონა იმას უფრო მოვეწოდე მოვედი დიდი მადლობა რომ მოხვედი მოდი აბა გაიცანით ჩემი და ეკა გაიცანით აბა რა მეკრა
რა იყო რა? როგორ გვანან ერთმანეთს? რა თქმა უნდა, ეხლა გავართ ერთმანეთს, გავართ ეხლა ჩემნაირი პროფილი მაინც ვერ აქვს მარჯვენა არა, ეგ არა სიტყვია. წვენი მომიტანენ. აბარა წვენი. ბედი. სასიამოვნო ეკა ხო? მე ირაკლი თქვენ ხართ პატას და ძალიან სასიამოვნოა. ესპანეთთან ჩამოხვედით, გავიგე ხო? ძალიან კარგი. როგორ არიან იქ ჩემი ბიჭები, ხავი, მესი, ინესტა? რა უჭერთ? ჩვენ ვიკითხოთ რეალის გულშემატკივრებმა. უიდედა. ვასწარით ხო უკვე კონტაქტი რამე იუმორი ეს ირაკლია გაიცანი ალბათ ეს კიდე დათოა ხო აი წვენი დათოს ვიცნობ უმცროსი მენეჯერი შენი მეგობარია მეგობარი რა ეხა დილით რო გეკითხა დიახ ჩვენ მეგობრები ვართ საერთოდ მე ბედნიერი ადამიანი ვარო გავიცანი პეტრო არ ყოფილიყო ჩვენ რა გუშლებოდა არ ვიცი პირადად მე რა მეშლებოდა არ ვიცი მოკლედ პეტრო არის ჩემი ძმა გამოდის რომ უმცროსი მენეჯერი ჩემი ძმაც ყოფილა. არა ხა, ნუ არც ისეთი ახლობლები ვართ ხა როგორც უბრალოდ გაგიმარჯოს გამარჯობა მეტი არა. ისე გეტყვი. ვას თუ არ დამიბურნებ, აი გამარჯობა გაგიმარჯოს აღარ იქნება, გაიგე? ხო. უმცროს მენეჯერს ჩემი ძმის ვალია? არა, კაცო, არა. ვალი არის არა ქვია. საფულე დამჩა და პეტო ძახის ვალს. მოგიტანე პეტო. აი. მე წავალ რაღაცებს შემოვამატებ კიდე. ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ბატონო დავით, დღეს ღონტების უთო გამიფუჭდა. ხო და უნდა მიხვიდე და შენ უნდა დაიბრალო. ღონტებთან. უნდა მიხვიდე და დაიბრალო. მე რატო? შენ რატო არა? ეკა ახლა თუ ეშინია და არ მეშინია ერთი. არ მეშინია. ხო. მივალტო მეტყვი. უთხარ. მედი და უთხარ. მეტყვი. გამარჯობა. უიმე? ვინ არის კათამი? აი, გაიცანი სხვათაშორის პეტოს და არის ეკა, დიახ, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან ჩამოვიდა ესპანეთიდან. ესპანეთიდან. ეს თამარის ქათამია, სამტრედიდან ჩამოვიდა. ეს რა ქვია, დასაკლავად გამომატანეს. ხო და ვერ ვიმეტებ დასაკლავად. საწავიყვანო ვის მიცი არ ვიცი. რა საყვარელი ქათამია? არა დათო? ხო, ძალიან. მიზო ხუძა, კაიგერა თქვა. საყვარელია ქათამიო, გოგო თქვა, ქათამიო, საყვარელიო. ეს ლაშა. მე გამატანე ქათამი. ვახშენ გაიხარე დათო რა. უკაცრავად. ვახშენ გაიხარე დათო. ეს რა კარგი რაღაცა მითხარი. ისე მე დავახო მამას, რატი დავარქვით. შენ თუ კიდე გადაარქვი სახელი. კარგი. აჰა, რა საყვარელი ქათამია. ხო, ამას გონი ხა მართლა დავიტოვე ეს ქათამი. მართლა დაიტოვებ კი არა? დაიტოვებ. თუ არ დაიტოვებ, მაგას გალახებ ახლა მოიცეხა. ეკა, დათო აქვე ცხოვრობს, ხო და ავიდეთ ხოლმე და დავხედოთ ამ საყვარელ ქათამს, ხო? ხო, აუცილებლად. ნახე რა. მეაქ ნერვები მასწრებ, ეს ბარშიზის აქ და ლუცვავს და არის ეს. გამარჯობა. რატო ჩხუბობ ამირან? რა გაჩხუბებს? გამაჩხუბებს და რა მაჩხუბებს? ორითვის ბინის ქირა მაჩხუბებს. და უნდა რომ მოქცეს ადრე დათომ და შენ არ ართმევ, ხო? გამოვართვი ეწყინება ბიჭს, რა მოგივიდა, კაცო, ორითვის ქირა, პირდაპირ ასეთი გული აქვს, რა მოგივიდა რა? ლაშა. რა ხდება? არ ვიცი მე ქათამი გავასაღეთ ამ ლუდის მეტი არაფერი არ მაინტერესებს. შენ რო ახლახანს ამბობდი. ახლახანს რო ამბობდი რომ ამირანსო, როგორც კი ვნახავო, ორი თვის ქირა უნდა მივცეო ბინისო, წინასწარო. გახსოვს რო ამბობდი? ჰა? ესე თქვი? ასე თქვი, პეტო ასე არ თქვა? ხო, აბარა, ხო. ასე არ თქვი? კი. მერე? მივცე. მიეცე ხა ის. მიეცე. მი. აი, ასეთი გული აქვს რა. ოხა ბიჭი ასე. ჩემი დათო გამოვართვი. აჰა, ასე არ ჯობია? დაჯექი. ასე არ ჯობია? ასე რა ხო ვიქეიფოთ? ვინ გისრულობს დღეს? დათო. აი ასე ასუ რა ესენი უმუშევრები არიან და მე ვეხმარები ხოლმე რა. გენაცოლეთ.
ხო ჩახკე თუ გემრიელესი ჩახოხბილია. თამრი, მქონდა არი არ მქონდა, თორემ უფრო გემრიელს გავაკეთებდი. აი, მაინც რას ნიშნავს რამინის გაზრდილი ქათამი, რაღაცა. ძალიან გემრიელი. აბა. ძალიან გემრიელია. მაინც ვა, დათო, ჩაღოხბის მიირთმევთ? კი ბატონო. დია. მოდი და შენც გაგიმასპინძლდებით. ნუ მართალია ახლა არ ახარ ღირსი, მაგრამ მაინც ხო იცი რა კეთილები ვარ. ძალიან. არა, არ მინდა მადლობა, დიდი. შევთხოვით სიმინტი ან ხორბალი ხوار გექნებათ, ა? რა გინდა? რატის უნდა მოჭამ? ისო? იმას მეგობარია ხატვარი მეგობარია დათოს დათოს არაფერი მი ჭამელაში. ეს მხატვრები ხო იცი ცოტა ხან რატიო ხან